გამარჯობა, მე ირაკლი ტაბლიაშვილი ვარ. მე უნდა ავხსნა ჩემი რამდენიმე დღიანი დუმილის მიზეზი, უნდა მოგახსენოთ. მე არა ვარ ახლა არ გახლავართ კარგად, ავადავარ. ამას არ აქვს ხა პრინციპული მნიშვნელობა, უბრალოდ გიხსნით ჩემი რამდენიმე დღიანი დუმილის მიზეზს. კი ამიტომაც ვარ პასიური, როგორც YouTube-ზე, ისე სოციალში, Facebook-ზე. და ეგ კი არა მე ჩემი დღევანდელი გადაცემაც შაბათისა კონტექსტი ფორმულაზე გაუქმებულია. მე უბრალოდ ვერ მოვახერხებ პირდაპირ ეთერში გადაცემის წაყვანას და ეგ კი არა ხვალინდელი გადაცემაც, რომელიც დღის 3 საათზეა უნდა ყოფილიყო. კვირაობით 3 საათზე არის ხოლმე ფორმულას ეთერში კონტექსტი კვირისა, ისიც გაუქმებულია. მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ მაინც ჩამეწერა 1 ან 2 ვიდეო ბლოგი. მათ შორის ეს და ამეხსნა ყველაფერთან ერთად რომ ჩემი პასიურობის მიზეზი, ჩემო ზვირფასო მაყურებელო, არის ჩემი ავადობა. ამ ვიდეო ბლოგს და შემდეგ ვიდეო ბლოგს ორს შესაძლოა 3-საც ალბათ მოვახერხებ. დღეს შაბათ დღეს და თეორიულად შეიძლება ლაივის კი შემოგთავაზოთ საღამოს 12-ის ნახევარზე, თუმცა არა ვარ დარწმუნებული. და ფრიად საინტერესო თემებზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი თემა არის ამგვარი და მე წაგიკითხავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდებული სტრუქტურის განცხადების ერთ ფრაგმენტს, რომელიც ეხება დაკავებებს პრაპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებებს და ამაზე გავამახვილებ თქვენის ნებართვით ყურადღებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, ნახეთ ამას წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდებული სტრუქტურა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისაგან, უმალს ჯობდა რომ უფრო გამართული ქართულით დაეწერათ ეს, ანუ თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან, არა განხორციელებისაგან, არამედ ქმედებებისაგან, მაინც და მაინც უფასოდ გაუწევ კონსულტაციას, ცხადია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამღვრევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს. ვიდრე მეორე ნაწილზე გადავიდოდე, ანუ რატომაც მჭირდება ამ ციტატის მოშველიება და მე ავხსნი რატომაც, მანამდე გეტყვით, რომ საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სამართლებრივი კანონი არ არის სამართლიანი კანონი. სამართლებრივი კანონი შეიძლება იყოს ნებისმიერი ის კანონი, რომელსაც ერთის მხრივ მიიღებს უკანონო ხელისუფლება, რამდენადაც მას აღსრულების ბერკეტები აქვს ხელთ, უპყრია ხელთ, მაგრამ ნებისმიერი მის მიერ, როგორც უკანონო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონი, არავითარ შემთხვევაში არ არის სამართლიანი კანონი. ასე ამ არასამართლიანმა და არასამართლებრივმა და უკანონო ხელისუფლებამ შეიძლება უცებ თქვას, რომ ორშაბათობით ნაციონალური მოძრაობის ან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა არ უნდა იარონ ქუჩაში. არც ავტომობილებით უნდა გადაადგილდებოდნენ და არც ფეხით. ეს ხო იქნება კანონი მიღებული ამ ბანდის მიერ. მაგრამ ეს ხომ არ იქნება სამართლიანი, ანუ სამართლებრივად ისინი მოგედავებიან, გკითხავენ მათი ტროიკები, ხართ თუ არა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, ემანთ თუ აღმოაჩენენ, რომ ხართ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, ქუჩაში მყოფს, როცა გკითხავენ, შეიძლება პირობითად 15 დღიანი საპატიმრო ვადაც კი შეგიფარდონ მათივე სასამართლოში. მაგრამ ეს სამართლებრივი კანონი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სამართლიანი. ეხლა მეორე იტყვის, რომ ამას არ გააკეთებენო, მაგრამ ჩემი აზრით არანაკლები საშინელებები უკადრიათ ამათ და სულაც არ გამოვრიცხავ, ხო გიჟობა გონია, ხო სიგიჟე გონია, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარ აბსურდულ გადაწყვეტილებებამდეც კი მივიდნენ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ
სამართლებრივი კანონი არ ნიშნავს სამართლიან კანონს ეს რო ვიცოდეთ და აქვე ვიტყვი რომ იმ კანონის დარღვევა რომელიც არასამართლიანია სამართლებრივი ისიც საეჭვო არის თუ არა მაგრამ ერთ წამს რომ წარმოვიდგინოთ რომ სამართლებრივია იმ კანონის დარღვევა რომელიც უსამართლოა იმ კანონის დარღვევა შეუძლიათ მე არ ვამბობ რომ ევალებათ მეთქი მაგრამ შეუძლიათ მოქალაქეებს რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ სამართლიან და სამართლებრივ თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალ საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს თავის შეიკავონ კანონს საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისაგან დიახ კანონს საწინააღმდეგოა ეს ქმედებები სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ სამართლიანობის თვალსაზრისით ქმედებები, რომლებსაც მიმართავენ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს უსამართლო ქმედებათა ქმედებებად, ეს არის სამართლიანი ქმედებები და დღას დე-ფაქტო ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით დე-ფაქტო ხელისუფლების დამარცხება, დე-ფაქტო ხელისუფლების არგუმენტების გაცამთვერება პრიადიოლია. მაგრამ მე საბოლოო ჯამში ამიტომ არ ვლაპარაკობ ამას. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩაგიკითხოთ ეს წინადადება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს თავის შეიკავონ კანონს საწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისაგან და ერთ წამს ყველაფერს ვალებებ თავს და მინდა გაგიზიაროთ და მოგასმენინოთ ინტერვიუ მაქსიმ შევჩენკოსთან ამ რუს პროპაგანდისტთან პირთან რომელიც თითქოს და ერთი ხანობა არასწორი სიტყვა თითქოს და ერთი ხანობა ან გარკვეული პერიოდის წინ თითქოს წინააღმდეგე იყო პუტინის რეჟიმისა ისიც ტყუილია ეს რასაკვირველია ის ყოველთვის იყო აპოლოგეტი რუსეთის იმპერიალიზმისა და მოკიდებლად იმისა როდის რომელ ეტაპზე ვის რატომ და როგორ რა ფორმით ეწინააღმდეგებოდა ეს მაქსიმ შევჩენკო ძალიან მიღებული კაცია როგორც ჩანს ქართულ რუსულ სივრცეში ანუ ქართველი რუსებისათვის რომლებიც არამხოლოდ ხელისუფლებაში არიან არამედ ხელისუფლებასთანაც არიან აი ხელისუფლებასთან ყოფნა ერთმა პირმა რომელიც რახანია ქართულგვარიანი რუსია უბრალოდ ამას ცოტა ადამიანი თუ ხვდებოდა ჩემი ჩათვლით წლების განმავლობაში ამ კაცს ქვია ჟურნალისტად წოდებული მალხაზ გულაშვილი მას მისცა მაქსიმ შევჩენკომ ინტერვიუ ამ ინტერვიუს ბოლოში მალხაზ გულაშვილი და შევჩენკო ერთმანეთთან ლაპარაკობენ ასე მაგალითად აცგარდაცვლილ ლევან პირველზე მაქსიმ შევჩენკო ამბობს თუ არ ვცდები ასე რომ ჩემი შვილის ნათლი იყო ლევან პირველიო მე მისი გარდაცვალების დღეს წლის თავზე თუ არ ვცდები ჩამოვალ და საფლავზეც გავალო მოკლედ და udასტურებენ ერთმანეთს მეგობრობას, პატივისცემას და ასე შემდეგ და იმას ამბობენ რომ თუ არ ვცდები 21 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგრამ მე აქ მალხაზ გულაშვილზე სწორედაც რომ არ ვსაუბრობ არც ერთ სხვა ქართულ გვარიან რუსზე, რომლებიც რუსეთს ფეხქვეშ ეგებიან, ასე ვიტყვი, მე უფრო ვსაუბრობ სწორედაც რომ მალხაზ გულაშვილზე არა და მაქსიმ შევჩენკოზე და მე მოგასმენინებთ პრაქტიკულად სრულ ინტერვიუს, ალაგ-ალაგ შევჩერდები და განსაკუთრებით მსუხეთ შევჩერდები იმ პასაჟზე, როდესაც მაქსიმ შევჩენკო ამბობს, რომ გარდაულად აუცილებელია მარგინალიზება იმ მცირე ჯგუფისა, რომელიც საქართველოს განვითარებას მისეული გაგებით უშლის ხელს. აი ახლა მე გადავდივარ საკუთარ ვებ სოციალური გვერდის საკუთარ პროფილზე და ამდენ წუთიანია ინტერვიუ ახლავე გეტყვით 7 წუთიანია მოდით 7-ვე წუთს მოვუსმინოთ და პრაქტიკულად ყოველ წუთში ერთხელ მე გავჩერდები და განსაკუთრებით ვსუხეთ გავთარგმნი კიდეც ერთ ალაგ-ალაგ შეიძლება რუსულადაც თქვა შევჩენკოს გასაგონად და გულაშვილის გასაგონად რომ ემანდ ყველამ კარგად გაიგოს მიუხედავად იმისა რომ გაგვეწელა როგორც მე ვხედავ ვიდეო ბლოგი და პრაქტიკულად ყველა მის არგუმენტს ან გავაქარწყლებ, ან უპასუხებ, ან რამეს ვიზამ და იმ ნაწილზე კი შევჩერდები განსაკუთრებით ვსუხეთ, რომელზეც ბატონი შევჩენკო საუბრობს ჩვენი პროტესტის აღმოფხვრის აუცილებლობაზე, ანუ იმაზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართლებრივად გვაუწყა და გაგვიზიარა და დაგვემუქრა, ასე უნდა ვთქვა. და ყველა სიტყვაზე გავჩერდები აკითხარით და გავაკეთებ კომენტარს.
Максим, дорогой, а вот как ты смотришь? Я думаю, что внутри Европы по этому поводу будут определенные разногласия. Британцы и французы будут по-разному относиться к этим возможностям. В любом случае, для Грузии крайне важно, как мне кажется, и то, что делает сейчас правительство Грузии, выйти из всех внешних конфликтов, которые втягивали Грузию и использовали Грузию, манипулировали Грузию. ყველა საგარეო კონფლიქტისაგან უნდა გამოვიდეს კონფლიქტს, უნდა დაუსხლტეს, ზუსტი თარგმანი ალბათ მაინც ასეა, გამოვიდეს საქართველო ყველა საგარეო კონფლიქტიდანო, ამბობს შევჩენკო, იგულისხმება ის, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური იმ შეპირისპირებაში, რომელშიც არიან ერთმანეთთან ცალკე შეერთებული შტატები და რუსეთი, ცალკე ევროკავშირი და რუსეთი, ცალკე შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთად და რუსეთი მაგალითად უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ეს არის სუსტი სქემა, რასაც გვთავაზობს რუსეთი, რომ იყავით ჩუმად, იყავით უჩუმრად, იყავით ბალახზე უფრო დაბალნი და წყალზე უფრო უჩუმარნი, რომ თქვენ ისარგებლოთ იმ შექმნილი ვითარებიდან, თქვენ არ დაზარალდეთ იმ ვითარებიდან, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც შექმნილია ახლა მსოფლიოში. არსებითად ეს არის ბიძინა ივანიშვილის კონცეფციაც. ბიძინა ივანიშვილი სულ რომ არ იყოს რუსეთის აგენტი, თუმცა არის რასაკვირველია, მაინც გამოდის რუსეთის აგენტი, იმიტომ რომ გვთავაზობს ამ კონცეფციას, საქართველოს ამ კონცეფციას გვთავაზობს და საქართველოს ამ კონცეფციას გვახმევს თავს, რომ ჩვენ ვიყოთ ყოველგვარი კონფლიქტისაგან თავდაზღვეულნი, კი არა აცილებულნი, ყოველგვარ არც ერთ კონფლიქტში არ უნდა ჩავერთოთ და ეს თუ მოგვიტანს ჩვენ სარგებლებს, რაც არსებითი ტყუილია, იმიტომ რომ ამ კონფლიქტებს ავხსნი, ამ კონფლიქტს არ ეყოლება ვინ გამარჯვებული, ანუ ორივე გამარჯვებული რუსეთი და ევროკავშირი, რუსეთი და შეერთებული შტატები ცალ-ცალკე, აქ იქნება აუცილებლად ერთი გამარჯვებული, ეს არის დასავლური და დემოკრატიული სივრცე და შესაბამისად ის ქვეყნებიც, რომლებიც იყვნენ რუსეთთან პირდაპირ, ან იყვნენ გაჩუმებულნი ამ კონფლიქტის დროს, მოიხარშებიან ერთ ქვაბში და გაჩუმებულებსაც ზუსტად ის ხვედრი ერგებათ წილად, რაც ქვეყნებს, რა ხვედრიც ერგებათ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ბანაკში ღიად თამაშობენ. ცხადია, ჩინეთი ამ თვალსაჩინით ვერ დაიჯება, იმიტომ რომ ის მძლავრი სახელმწიფოა, მაგრამ ასე მაგალითად ბელარუსი რასაკვირველია დაიჯება სწორედ იმის გამო, რომ მისი ლიდერი ლუკაშენკა რუსეთის და კონკრეტულად პუტინის გუნდში თამაშობს. მაგრამ ეგ კი არა, ნეიტრალური სახელმწიფოებიც, ნეიტრალურად წოდებული სახელმწიფოებიც, რომლებმაც რუსეთი ასარგებლეს ამ კონფლიქტით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იგულისხმება და რუსეთს პირდაპირ ირიბად სხვადასხვა არგუმენტებით, იმის გამო რომ სრულად თვითონ ხელი მოეთბოთ, ამის გამო ხელი შეუწყეს რუსეთის ომის მანქანას, ისინიც ბუნებრივია დაისჯებიან, რაც არ უნდა დემაგოგიური და სოფისტური არგუმენტები ჰქონდეთ ამგვარ ქვეყნებს საკუთარი თავის გასამართლებლად. ბიძინა ივანიშვილს რასაკვირველია აქვს თავისებური არგუმენტები საიმისოდ, რომ თქვას, რომ იცით რა, მე არ დავაწესე სანქციები, იმიტომ რომ და მე განაგრძოს. რაღაც ეკონომიკური ურთიერთობები გვჭირდებოდა ჩვენ რუსეთთან, რუსეთი რაღაც უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არგუმენტები ვერაფერი იქნება იმ კონტრარგუმენტის წილ თუ იმ კონტრარგუმენტის პირისპირ საპირწონედ, რომელსაც ოდესმე იქნება, მე მგონი რომ მაინც მალე, მათ, ანუ ბიძინა ივანიშვილს, მის ხელისუფლებას დაახვედრებს ბრიუსელი, იქნება ვაშინგტონი თუ კოლექტიური დასავლეთი. მაგრამ ახლა მე ამაზე გავჩერდი საკმაო ხანი, აქ გაცილებით საინტერესო სიტყვებს ამბობს მაქსიმ შევჩენკო და მე გავჩერდები ყველა მსუყელ უკმაზე, ყველა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას. Условно говоря, так, понижение градуса внутри политической жизни, да, и создание вокруг Грузии некого такого пространства, ну, если не мира, потому что с Россией же остаются нерешенные проблемы Абхазии и Южной Осетии, естественно, да, то, по крайней мере, отсутствие открытой конфронтации.
ანუ არ უნდა არსებობდეს ღია კონფრონტაცია რუსეთთან, მაგრამ აი რჩება აფხაზეთში მესმისო რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ვერ დარეგულირდება ბოლომდე, რადგან რაღაცა აფხაზეთისა და ჩრდილოეთ სამხრეთ ოსეთის პრობლემა არსებობსო, მაგრამ აი ღია კონფრონტაციის რეჟიმი უნდა დასრულდესო. ეს პრინციპში მაქსიმ შევჩენკოს შეგვიძლია გოპასუხოთ თუ ქართულად და თუ რუსულად, ეს პრინციპში დასრულებულია მიზინა ივანიშვილის ხელში, ოღონდ ეს საქართველოსთვის სასარგებლო რომ ღია კონფრონტაციის რეჟიმი დასრულებულია რუსეთის ფედერაციასთან, სულაც არ არის სასარგებლო, აღარ შევჩერდები ამ ნაწილზე, იმიტომ რომ აგი გითხარით საინტერესო წინადადებებს წარმოთქვავს. Сегодня для Грузии это единственная правильная политика, которая позволяет Грузии не тратить время на внутренние конфликты, сосредоточиться на строительстве новых транспортных коммуникаций, идущих через Грузию. ესე იგი ჩვენ უნდა კონცენტრირება მოვახდინოთ იმ სატრანსპორტო დერეფანზე, რაც ცხადია, თითქოს სწორია, თითქოს კი არა, სწორია, მოდი ასე ვიტყვი. საკომუნიკაციო დერეფნებზე, აქ იგულისხმება აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა, იგულისხმება მათ შორის შუა დერეფანი, თუ არ ვცდები, ამას ახსენებს კიდეც მაქსიმ შევჩენკო და აი ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და არა იმ პრობლემებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის მოგვარებული არ არის, არადა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაივიწყეთ თუნდაც დროებით ეს საკითხები, ამბობს მაქსიმ შევჩენკო, იმიტომ რომ ეს საკითხები მოუგვარებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები და გადაერთეთ მნიშვნელოვან ცხადია, მაგრამ შუა დერეფნის საკითხის ასე მაგალითად ან სხვა სატრანსპორტო მარშრუტების საკითხების დარეგულირებაზე, მოგვარებაზე, ინფრასტრუქტურის გამართვაზე და ასე შემდეგ. თითქოს სწორ ამ წინადადებაში ერთი ბზაკრობაა ჩადებული, შევჩენკოს ისევე როგორც პუტინს და ისევე როგორც ივანიშვილს, ეს ყველაფერი სჭირდებათ არა იმიტომ, რომ აფხაზეთის პრობლემის გადადება, სჭირდებათ არა იმიტომ, რომ ჩვენ მოძლიერების შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, 15 წლის შემდეგ მივუბრუნდეთ აფხაზეთის საკითხს, ესე რომ იყოს კიდევ სწორი იქნებოდა ეს წინადადება, არამედ იმიტომ, რომ ამ 10-15 წლის განმავლობაში ისე გავგსურდეთ, თუ სწორი სიტყვა, ისე მოვეწყოთ, ისე მოვძლიერდეთ, არასწორი სიტყვა ეს უკანასკნელი, ისეთი კმაყოფილები ვიყოთ, რომ ახალი პრობლემების შექმნა, ძირეული პრობლემის გასოცხლებით, ანუ ასე მაგალითად აფხაზეთის საკითხის გასოცხლებით, აღარც დაგვჭირდეს. დავივიწყოთ აფხაზეთი სამუდამოდ. ეს არის შევჩენკოს მესიჯი. დაივიწყეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის სამუდამოდ, დანარჩენ საქართველოს მიხედეთ. იმიტომ რომ შევჩენკომ შესანიშნავად იცის, რომ ჩვენ რუსეთი ამ ყველაფერს თავისინებით არ დაგვიბრუნებს, ანუ შევჩენკოს რომ იყოს პრეზიდენტი შევჩენკოს რუსეთი არ დაგვიბრუნებდა, ამიტომ მოდით ყურადღება მოადუნეთ აფხაზეთიდან, დაიკიდეთ, მოდის ვიხდი ამ სიტყვისთვის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ცხინვალი და სოხუმი და სხვა საკითხებზე გადაერთეთ აღებ მიცემობაზე, ცხადია მნიშვნელოვანია განა, არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ ამ ყველაფერს, აღებ მიცემობაზე, სავაჭრო ურთიერთობებზე, ჰაბზე, სატრანსპორტო დერეფნებზე, ინფრასტრუქტურის გამართვაზე, აქ პორტებსაც ახსენებს მივალთ აქამდეც, მაგრამ მე კი მიგრძელდება ვიდეობლოგი. Строительстве новых портов и, в общем, развитие движения. Строительстве новых портов, ახალი პორტების, ცხადია, ანაკლია იგულისხმება, ახალი პორტების აშენებაზე კონცენტრირდითო, ხო, მაგრამ რაში სჭირდება, ასე მაგალითად შევჩენკოს ან პუტინს, ახალი ანაკლიის პორტი, იმ შემთხვევაში თუ წარმოვიდგენთ, რომ მასში ანაკლიის პორტში მონაწილეობენ თქვათ ამერიკელები, ან მონაწილეობენ დასავლური დემოკრატიები. ცხადია, არ სჭირდება და ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებ და მან ზუსტად რომ არ იცოდეს, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ანუ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება, ახალი პორტის მშენებლობას არ აპირებს, მაგრამ თუ აპირებს, მაინც და მაინც ის აპირებს რუსული, ან უკეთეს შემთხვევაში ჩინური და რეალურად კი რუსულ-ჩინური. მოკლედ, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მით უფრო, რომ ნოვოროსიისკის პორტი კიდევ კარგა ხანი, ანუ ჩრდილოეთ დერეფნის მთავარი მაგისტრალური ხაზის ბოლო წერტილი, ვიდრე შავ ზღვამდე, არის
და იქნება მომავალში ჩაკეტილი, სანქცირებული, დაბლოკილი და ასე შემდეგ. აშენეთ ანაკლიის სპორტი, თითქოს ნებართვას გვაძლევს მაქსიმ შევჩენკო პუტინის სახით, თუ პუტინის პირით, თუ შევჩენკოს პირით პუტინი გვაძლევს, მაგრამ ეს თქვენი ანაკლიის სპორტი უნდა იყოს რუსეთის სამსახურში და მან ერთგვარად უნდა ჩაანაცვლოს ნოვოროსიისკის სპორტი. მე აქვე გეტყვით, რომ თავიდან ბოლომდე, ჯერ კიდევ როდიდან 2017-დან 2018-დან მე ვიყავი და ვარ დღემდე ანაკლიის სპორტის მშენებლობის მომხრე, თუმცა მე აქვე ვადასტურებ იმასაც, რომ ეს უნდა აშენებულიყო და აშენდეს ქართული კაპიტალით და იქ იყო რამდენიმე ქართული მათ შორის კომპანია, ან რამდენიმე კომპანია უცხოური, მაგრამ რომლის მესვეურებიც იყვნენ ქართველები და ასევე უნდა აშენდეს რასაკვირველია დასავლური ფულით და არა სანქცირებული ჩინური ფულით, ჩინური კომპანიის, სანქცირებული ჩინური კომპანიის და მით უფრო რუსული ირიბად თუ პირდაპირ რუსული ფულით აქვე, მაგრამ მე კვლავ ვიმეორებ, ძალიან მიგზელდება და აი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებამდე უნდა ჩამოვიდე, მე ცოტა გვარიანად ავადმყოფი კაცი ახლა განვაგრძოთ შევჩენკოს მოსმენა. А Грузию-то втягивали обратно, втягивали в конфликт там с разными. Кстати, ведь то, что у вас... Нахи ვერ დაამთავრა ვтягивали კონფლიქტამ კრაზნიმი და ისიც სად გვითხრებდნენ, ვისვე ომე, ვისვე კონფლიქტებოდით ჩვენ, ვისთან გქონდა კონფლიქტი და ვინ გვითხრებდა, ტყუილია, ხო? ჩვენ არავინ არ გვიბიძგებდა, არავინ არ გვითხრებდა, ვერ დაამთავრა, მაგრამ მაინც რუსეთთან კონფლიქტში, ხო? ეს არის ტყუილი, ეს არის ის ტყუილი, რომელსაც დასავლეთთან დაკავშირებით ავრცელებს მათ შორის ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება, თითქოს თავს მოგვახვია რაღაც მაკკეინმა, ასე ვიტყვი, კონფლიქტი რუსეთთან და აი მაკკეინი რომ არ ყოფილიყო 2008 წელი არ იქნებოდა მაკკეინი და მაკკეინის და მიხეილ სააკაშვილის ალიანსი. შევჩენკო ამას ამბობს, გულაშვილი რუსი ამაზე თავს უქნევს და მე სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან დაბნეული ვარ, რა უნდა ვუყოთ ადამიანებს, არაცხანია უნდა იცხოვრონ და მე ამ აზრისა ვარ, რომ უნდა იცხოვრონ, მაგრამ აი სწორედ ვისი მარგინალიზაციაც სწორედაც რომ გვჭირდება უკვე საბაბადო საქართველოში, გავიმარჯოთ ოღონდაც და ამას მოუხერხებთ ცხადია, მაგრამ მაინც ხო სწორედ ამგვარი ხელისუფლებასთან მყოფი იდეოლოგების, პრორუსების, ღია პრორუსების მარგინალიზება დაგჭირდება. კიდევ მე წუთი და 20 წამია უსმენ შევჩენკოს 22 წუთია, 23 წუთია გასული ვიდეობლოგიდან და კიდევ 5 წუთი მე თუ ამდენი გავჭირდი აღშფოთებული შევჩენკოზე, ეს ვიდეობლოგი 40 წუთიანი გამოგვივა და ეს კი არ ვარგა ჩემზე კარგად იცით. Европейским Союзом говорит о том, что скорее всего Европу прокатят на этих торгах по поводу того, куда пойдут корабли из Анакли и из Батумя. Абсолютно სიგიჟია. ესე იგი ევროკავშირსო გადააგდებენო საწავაო ტვირთებიო ანაკლიიდან, რომელიც არც აშენებულა ჯერჯერობით და არც არ კითხავს და პირველი მომხმარებელი ანაკლიის პორტში მიღებული ტვირთისა ხოსალაკია რომ არ აშენებულა ეს არ დაგავიწყდეთ ამასობაში, სწორედაც რომ ევროკავშირი იქნება, ევროკავშირის სახელმწიფოები იქნება, იმიტომ რომ სხვა ყველაფერი გეოგრაფიულად დავხედოთ, შავი ზღვიდან ეს ყველაფერი უნდა წავიდეს, რასაკვირველია ბულგარეთი, რუმინეთის მიმართულებით, ანუ შავი ზღვის პორტი ანაკლიდან როცა აშენდება, უნდა წავიდეს რუმინეთი, მე რუმინეთი ბულგარეთის მიმართულებით, ხო, ეს ხო ფაქტია. ასევე ბოსფორის სრუტე უნდა გაიაროს, რასაკვირველია და მე უნდა მოხდეს რასაკვირველია ხმელთაშუა ზღვაში. სანამ იქით აი ატლანტის ოკეანემდე გააღწევს, კიდევ კარგა მანძილია თმა, კარგა მანძილის რაცაა და კარგა ხანი გავა. ამიტომ პირველი მომხმარებელი რასაკვირველი არის სამხრეთ ევროპა. ევროპის სამხრეთი, ეს რომ ვიცოდეთ, მაგრამ შევჩენკო აქ შეგნებულად აგდებს აი ამ წვეთს, რომ ევროკავშირის ვიღა დაეკითხება სასწავა პორტიდან ტვირთები. აქ არის ხაზსუსვა აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ჩინურის მათ შორის ტვირთების ჩატანის აუცილებლობა, შუა დერეფნის გაგრძელება ანაკლიის პორტით, სწორედაც რომ ევროკავშირში მნიშვნელოვანი, მაგრამ მე კვლავ ვჩერდები და 25 წუთი. Как ты думаешь, вот между Россией и Грузией, как ты видишь вот следующие годы отношения, как сложится? Алло, да. Я слышу, я просто думаю.
Экономические отношения между Россией и Грузией, я думаю, будут только нарастать по линии как бы экономического партнерства, потому что я, например, не исключаю, что в ближайшие годы может заработать железная дорога, идущая через Абхазию, туда дальше. ნახეთ როგორ მზაკურობას ამბობს. ის არ გამორიცხავს. უსმათაც უპასუხოთ ამასობაში ეს დამეკარგა სადღაც. ხო. ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში ამოქმედება სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, მე ახსენებს წყალტუბოში შეივლისო და მე უკვე იქ ახსენებს, რომ სომხეთამდეც გავაო. ეგრა მაგის პასუხია, რომ სომხეთს შესაძლოა სულაც აღარ აღწყობდეს ეს პირდაპირ სარკინიგზო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის გავლით, ანუ კრასნოდარის ოლქიდან აფხაზეთამდე ჩამოსული, ზუგდიდამდე შემოსული და მე მთელი საქართველოს გადმოჭრილი პრაქტიკულად და სომხეთამდე ჩამოსული. Да, Руслан Тупасухот Шевченкос, я сомневаюсь, господин Шевченко, что Армении вот это восстановление железнодорожного сообщения, Армении это уже нужно. А той Армении, которая в последнее время все чаще и чаще фиксирует свои антиимперские, антироссийские настроения, антироссийскую политику она, Армения, проводит. Так что вы, невзирая на то, что вы мечтаете о том, что Россия заново сблизилась с Арменией, да, вряд ли это произойдет, во всяком случае, во время премьерства господина Пашиняна. Მაგრამ შევჩენკო ამაზე არ ჩერდება და აგრძელებს აი ამ იმპერიულ ნარატივს, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილსაც განზრახული აქვს, რომ რომელიღაც ეტაპზე ინიცირება მოახდინოს ამ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და ამას რასაკვირველია შეფუთავს ისე რომ აი ხალხთა შორის ურთიერთობების დალაგებისთვის ეს არის აუცილებელი, ეს იქნება ახალი კორუფციის ეგრა ბანკის პასუხია პატარ-პატარა დონეზე თუნდაც მყარი საფუძველი ეს იქნება ბანდიტიზმის მომავალი რო იცოდეთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ამ სარკინიგზო შორის სატვირთო არა მხოლოდ სამგზავროს უფლებას ვინ მოგცემს საერთოდ, მაგრამ სატვირთო მატარებლების გადაადგილების შესაძლებლობა თუ იქნება მაინც და მაინც ეს იქნება ბანდიტიზმის წყარო, ადგილობრივი ბანდიტები იქნებიან განსაკუთრებით გალიდან და დანარჩენი საქართველოს მიმართულებით და ასე შემდეგ და რაც მთავარია ეს იქნება დამღუპველი საქართველოსთვის. აქ შევჩენკო სხვა რამესაც ამბობს. Одна на Батуми, другая, значит, на Арменцехе, по-моему. И Армению, да, даже. Да, на Армению. Вот на Карс и Сорокомыш, это старая ветка, да? Значит, и для запуска этой дороги, на самом деле, даже не нужно восстановление дипотношений. Дипломатიური ურთიერთობა არც აღადგინოთ, თავარია ეკონომიკური ურთიერთობები დაიწყოს ჩვენშიო. Для запуска этой дороги надо просто, чтобы те силы внутри Грузии, которые могут там устраивать пикеты... აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მე დაუბრუნდები მართლა აღარ მოგასმენიებთ უკვე დარჩენილ 4 წუთს ნახევარს თუ 5 წუთს нахევარს, 4 წუთს ნახევარს. ერთი წამით ოდნავ გადავახლიოთ, აი 10 წამით ამას აქ ეს ფუნქცია. На Карс и Сорокомыш, это старая ветка, да? Значит, и для запуска этой дороги, на самом деле, даже не нужно восстановление дипотношений. Для запуска этой дороги надо просто, чтобы те силы внутри Грузии, которые могут там устраивать пикеты и которые периодически устраивают беспорядки в Тбилиси, ну, как говорится, были маргинализированы. А запуск такой дороги... შემთხვევით ლაიქზე დამესვა მალხაზ გულაშვილს არ ეგონოს რომ მოუწოდე მაინც და შემთხვევით გაჩერება მინდოდა. ეს წამია unlike არ ვიცი როგორ და გავაკეთო. ხო, მოკლედ, ნახეთ მაქსიმ შევჩენკო ამას ამბობს, რომ ის პირების ჯგუფები, რომლებიც რუსთაველზე, ასე მაგალითად რუსთაველზე აწყობენ პიკეტირებას, მოკლედ დემონსტრაციებზე გამოდიან და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან, ეს ჯგუფები უნდა იყვნენ მარგინალიზირებული, რომ ეს მზაკრული გეგმები განხორციელდეს. მზაკრულს ცხადია, თავად არ მიიჩნევს, რომ ეს მზაკრული გეგმებია, თავად მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი გეგმები და ის ამბობს, რომ
ეს გეგმები რომ განხორციელდეს რუსეთისთვის სასარგებლო, აუცილებელია მარგინალიზირება იმ ჯგუფებისა, რომლებიც პიკეტირებას აწყობენ. აქ გავიხსენოთ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის განცხადება, რითიც დავიწყე ვიდეობლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს უსამართლოდ, რასაკვირველია, სამართლებრივად და უსამართლოდ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ კანონი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა თითოეული თქვენგანის მისამართითო და მიმართულებითო და გასაგონათო თუ მისამართითო, ხო? და რას ნიშნავს ეს? აქ მარტო რუსთაველის გადაკეტვა კი არ არის ამათთვის პრობლემა. რუსთაველის გადაკეტვა მათთვის 350 თუ 460 მოქალაქის მიერ პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც მათ ესე როგორც რევოლვერის ბარაბანში, ხო? ასე ქვია, ტყვიებია ჩალაგებული, ისე 6 თუ 8 ტყვია აქვს ჩადალაგებული საქართველოსთვის სასროლად. სასხლეტის გამოყრაღა აკლიათ იმისთვის, რომ ისროლონ საქართველოს გულის მისამართი. და ეს არის ღალატის 6 თუ 8 ტყვია. ერთ-ერთი არის ხსენებული შევჩენკოს ხსენებული პროექტი, აი მაგალითად ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გავლით. ბიზინა ამასაც აპირებს როგორც ჩანს. კიდევ ბევრ რამეს აპირებს, შევჩენკო აქ არ ახსენებს, მაგრამ მაგალითად თუ ახსენებს, აღარც მახსოვს ნეიტრალურ სტატუსს საქართველოსი, რუსეთის ბაზების დაკანონებას, საქართველოს სლაგეზის შეჩერებას ნატო, ანუ უარს ნატოზე, ნეიტრალური ვთქვით, რუსეთის ბაზების დაკანონებას, ოკუპაციის გაუქმებას, ოკუპაციის კანონის გაუქმებას, ოკუპაციის მუზეუმსაც რო მიაყოლებენ და ასე შემდეგ. ამისთვის ეს ყველაფერი ბიზნესი დაივარიშვილმა მოახერხოს ის 350 460 4600 მნიშვნელობა რა გრანდის დავასახელებ, ამ პირების პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. შინაგან საქმეთა სამინისტროც აკი ამიტომ გვაფრთხილებს, რომ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას მივიღებთ თქვენს წინააღმდეგ, ვინც გადაკეტავთ რუსთაველის გამზირს. აღარ გაჩვენებთ ხსენებულ 4 წუთსა და 45 წამს თვლა ზუსტი რო ვიყო. 2:45-ზე შევჩერდი და 7 წუთიანი აკიგითხარ შესაბამისად 4 და 15 დარჩა. ერთ-ერთ მონაკვეთში მაქსიმ შევჩენკო ამბობს საინტერესო მოსაზრებას და საფიქრებელს, რომ საქართველოს უნდა იყოს დამაკავშირებელი ხაზი არა მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი ანაკლიის ჩათვლის, რომელზეც ჩვენ საკმაოდ სუხედ ვილაპარაკეთ, არამედ ის უნდა იყოს დამაკავშირებელი ხაზი მოსკოვსა და თეირანს შორის. ანუ ეს ვერტიკალის, ესე იგი ეს ჰორიზონტალი ხო უნდა იყოს, ამით თითქოს გვიბალანსებს, თითქოს თავს გვიქონავს, თითქოს გვეუბნება, რომ აი რა მაგარი იქნება, რომ თქვენ იყოთ ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ანაკლიაც კი ააშენეთ, ჩვენ გაძლევთ. ამის რუსეთი გაძლევთ ამის უფლებას. მაგრამ იქვე ძალიან ოსტატურად ჩაუფენს, რომ საქართველოს უნდა იყოს, ამავდროულად უნდა იყოს მოკავშირე მოსკოვისა თეირანთან. რატომ არის ეს ძალიან საინტერესო? აქამდე ვიდრე სომხეთი ადეკვატური სახელმწიფო გახდებოდა, ასე მაგალითად პრემიერ სარკისიანის დროს, ანუ ფაშინიანამდე, მეცაც გეტყვით ფაშინიანის მმართველობის ბოლო წლებამდე, ყარაბაღის ბოლო ორ კონფლიქტს გულისხმობ, მარცხ სომხეთისა. ეს ვერტიკალი მოსკოვი, ერევანი, თეირანი არსებობდა როგორც ასეთი. ყარაბაღის ბოლო კონფლიქტების და აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპის გზა როგორც ასეთი გაფორმდა და ხელმოწერილ იქნა, ეს არ არის სწორი წინააღმდება, მაგრამ თქვენი სტემართვით მაინც ასე ვიტყვი, მოკლედ ხელი მოაწერეს ტრამპის გზას კავკასიის 3 სახელმწიფოდან 2 ან უკვე მოსწყდა რუსულ სივრცეს, სომხეთიც კი მიუხედავად გიუმრის ბაზისა და აზერბაიჯანი მით უფრო გათვალისწინებით იმისა, რომ თურქეთი მის ზურგს უკან დგომი ძლიერი და მძლავრი სახელმწიფოა, ეს 2 სახელმწიფო მოსწყდა რუსულ სივრცეს. არათუ მოსწყდა სომხეთმაც კი ერთი ხანობა და აზერბაიჯანმა უფრო ასევე ერთი ხანობა, ცხადია კვლავ ვიმეორებ, თურქეთის ანკარის მიერ ზურგმიწებულმა
ზურგამაგრებულმა გადაძაბა მოსკოვთან ურთიერთობა ეს კავშირშია თვითმფრინავის ჩამოგდებასთან გასული წლის 25 დეკემბერთან ბოდიშთან არაბოდიშთან კომპენსაციებთან არაკომპენსაციებთან და ასე შემდეგ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ალიევა არაფერი ვერბალურ დონეზე არაფერი დაუთმო რუსეთს და მე უკვე პუტინს ბოდიშიც კი იცი თქვენ მოახდებინა ამ კავკასიის სამ სახელმწიფოში დასავლეთი უკვე შემოსულია მაგრამ უფრო და უფრო მსუყეთ იქნება წარმოდგენილი. რუსეთს, ხო, ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე მოცემულობა ის, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტის და ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელ-ირანის კონფლიქტში ჩართვის და ბირთვული პროგრამის, მოდით ვგნებავთ ასე ვიტყვი, მოგზაურობულად შეჩერების, ან გვარიანად განადგურების შემდეგ ვერტიკალი დასუსტებული რუსეთისა უდასუსტებულეს თეირანთან ვერტიკალი მოსკოვი თეირანი მორღვეულია მით უფრო რომ რგოლი როგორც ასეთი ერევანის სახით ამოვარდნილია. ამ ვერტიკალის აღდგენა ანუ კავკასიაში რევანში ამ ვერტიკალის აღდგენა მათ შორის კავკასიაში რევანში შეერთებულ შტატებზე კოლექტიურ დასავლეთზე რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება. აკი ამიტომაც შევჩენკო რომელიღაც ეტაპზე გულაშვილთან ახვილებს ყურადღებას სწორედ ამაზე, რომ არა მხოლოდ დასავლეთ, არამედ ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფანშიც უნდა გადამწყვეტი როლი ენიჭება, ეკისრება საქართველოს. ოღონდ თქვენ დაივიწყეთ აფხაზეთი, იმიტომ რომ ეს რთული თემაა. ოღონდ თქვენ დაივიწყეთ ცხინვალის რეგიონი, ეს რთული თემა, ამას წლები, 10 წლეულები, ვინც ის იქნება 100 წლეულებიც კი სჭირდება. ახლა მოდი აღებმიცემობით ეკონომიკური ურთიერთობებით, კარგად ყოფნით, კმაყოფით, მოკლედ კუჭის ამოყორვით ვიყოთ დაკავებულები, ანაკლის უფლებასაც, აშენების უფლებასაც კი მოგცემთ, ოღონდ ჩვენი პირობებით, არ ამბობს, რომ ის უნდა იყოს ნოვოროსიისკის ალტერნატივა, მაგრამ ეს იგულისხმება. ჩრდილოეთ დერეფანი და შუა დერეფანი ერთგვარად შეერთიანდეს, უცნაური სიტყვა მოვიფიქრე ახლა. შეერთიანდეს ეს რუსეთს მოემსახუროს შუა დერეფანი უმეტესწილად თქვენს წაცინცლეთ ამ ყველაფრიდან და ეს იქნება ხო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღარ იყვიროთ არაფერზე აღარ იყვიროთ უარი თქვით ამ საერთაშორისო კონფლიქტურ ვითარებებში მონაწილეობაზე თავის შეიკავეთ, ნუღარ იქნებით ნურს ევროკავშირის, ნურს ნატოს წევრი, დედასტირებია უვიზო რეჟიმს და საერთოდ თქვენს ისტორიულ გზას, სწორ გზას დასავლეთისაკენ, სწორი მისეული გაგებით ცხადია არ არის და აი ესე თუ დავლაგდებით. ეს არ არის შევჩენკოს აზრები, ბატონებო და ქალბატონებო, ეს არ არის არც გულაშვილის აზრები ცხადია, რომელიც დამტრეული რუსულით რაღაცებს ეკითხება ამ ხელაკაც მეტი რო ესწავლა 37,000 ჯინარი ნამყოფი 2008 წლის შემდეგაც ლერაც მახსოვს და ეძმაკაცება ამ FSB-ში ნიგებს არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ახლა მალხაზ გულაშვილზე ხომ არ დავიხარჯებით. ეს არის რეალურად ბიზინა ივანიშვილისა და FSB-ს ერთობლივი პროექტი. თქვლიფეთ ამოიყორეთ არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა მიზესთა გამო არ მინდოდა მაგრამ მიმხედრი მიხვდება რასაც გულისხმობ და ამის იქით ფჩხილს არ გავხსნი ლაღი ქვეყანა იყავით არ ხსნი ამის იქით ფჩხილებს და ეს და ამით ყველაფერი დამთავრდება მოგვარდება ასრულდება, კარგი იქნება ყველაფერი. ლაღი ქვეყანა ვერ ვიქნებით. ჩვენი კონცეფცია არის არა სილაღე, ჩვენი ქვეყნის კონცეფცია არის წინააღმდეგობა. ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა თავისუფლებისათვის. მაშინაც კი, როდესაც ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება, თუ საგარეო მოწინააღმდეგეები განეიტრირებულნი არ იქნებიან, დასუსტებულნი არ იქნებიან, მინიმუმ ან საერთოდ თუ არ იარსებებენ, ხომ თლად კარგია, თუ იარსებებენ, არის ცუდი, იქნება ცუდი. ჩვენი გზა იქნება ბრძოლის გზა, არა სილაღე, არა ამოყორვა, არამედ ბრძოლა. მაქსიმ შევჩენკო რუპორია,
გაგიკვირდებათ და შეიძლება არც შეხვედრია ბიზი და ივანიშვილის, შეიძლება შეხვედრია კიდეც. ბიზი და ივანიშვილის. რა უყოთ ამ გვარ ტიპებს, ქართველ რუსებს, როგორიც არის მალხაზ გულაშვილი და სხვები, მე არ ვიცი. მაგრამ ჯერ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და მე რამეს ვუზამთ. ოღონდ არ გულისხმობ ცხადია მათ დაპატიმრებას, მათ თუ არ მიუძღვის სისხლის სამართლის დანაშაული, მათ არავინ შეეხება, მაგრამ მარგინალიზება მათი კი 40-წუთიანი ვიდეობროლი გამომივიდა. ეს ოხერი. ვინმე დამიჯერებს, ეხარობი არა ვარ კარგად. მოკლედ, შევჩენკო, რუპორი, ბიზი და ივანიშვილისა, ასე დავარქვათ. ნახვამდის.